რასმუსენის ვიზიტის პირველ დღეს წარმატებულად აფასებენ მაღალი რანგის ქართველი პოლიტიკოსები. ნატოს საქართველოს კომისიის ხდომაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია და ეს ვიზიტი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თონიკე გორდაძის თქმით, ვიზიტი ხაზს უსვამს ნატოს საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობას და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიზანი ნატოს საქართველოს კავშირის გაწყვეტაა, საქართველოს ალიანსთან სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დევს. ის პროცესი, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, გახდება თუ არა საქართველოს წევრი, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თუ რა მექანიზმების გამოყენებით და რა პროცესით. ან შეუქცევადობა იყო მის მიერ ცალსახად ხაზგასმული, რაც თუნდაც ამ მნიშვნელოვანია. საქართველოს გახდება ნატოს წევრი და ეს არის გარდაუვალი. დღეს აღარ დგას საკითხი, უკვე კარგა ხანია ბუქარესტის სამიტის შემდგომ გახდება თუ არა საქართველოს ნატოს წევრი. დღეს ისმის ერთი შეკითხვა, როდის? რა თქმა უნდა, ჩვენს ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ეს განსაზღვრული არაზრუს არ არის. ეს არის პროცესი და აი ამ პროცესში ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ. გენერალური მდივნის ვიზიტი, ნაკის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოს ამ გზიდან არ გადაუხვევია და არც გადაუხვევს. ყველამ ვიცით რა ბარიერები გვაქვს, მაგრამ ნაბიჯ ჩვენ მივდივართ ჩვენი ამოცანისკენ. ეს ვიზიტი, ის გზავნილი, რაც თქვენ ყველამ მოისმინეთ გენერალური მდივნისგან, არის ნაწილი ამ გზის და ამ მიმართულებით სულის. ჩვენი მოწინააღმდეგების სურვილი იყო 2008 წელს ჩვენი და ნატოს ურთიერთობის საერთოდ მოკლა და განადგურება და თქვენ ხედავთ თუ რა დონეზეა ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ წინ მივდივართ, უახლოვდებით ნატოს წევრობას, ეხლა უნდა მოვიფიქროთ ერთად, ნატოსთან ერთად თუ რა ფორმით და როგორ მოხდება საქართველოს ნატოში გაერთიანება. ეს რა თქმა უნდა არ იქნება ადვილი, მაგრამ დღევანდელმა დღემ აჩვენა კიდევ ერთხელ, რომ არის კონსენსუსი ნატოში და ნატოს წევრ ქვეყნებში, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა გახდეს ამ ალიანსის წევრი. მე მომეწონა ნატოს გენერლის ნათქვამი აღიარება იმ ფაქტის, რომ ბუქარესტის სამიტის მერე საქართველოს განიცადა სერიოზული პროგრესი ნატოსთან დაახლოების და საქართველოში სრული რეფორმის განხორციელების საქმეში და ეს არის ყველაზე დიდი აღიარება. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ვაჩვენოთ ის ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ნატოს წევრები და რამდენად სწრაფად განვითარდა მაგათი ინვესტიციების შემოდენვა ქვეყნებში, რამდენად სწრაფად განვითარდა მათი ეკონომიკები, რადგან ეს ქმნის ინვესტორის ნდობას, უსაფრთხოებას იმ ქვეყანაში. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე დგას ხარად და ამ გზაზე კი არ დგას, ამ გზაზე წინ მიიწევს. ეს არის მთავარი სიგნალი აქ. ერთ-ერთი გარანტორი, მყარი გარანტორი არის დღეს სოფლიოში არსებული ინსტიტუციები და ნატო. ამიტომ ამ არჩევანს არ შეიძლება რაიმე წინ და ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ყველას მიმართ ძალიან საფუძვლიანი ეჭვი ხდება, რომ ის მოქმედებს დავალებით.